თუ არა რომ შავი ფულისა და სიყვარულის მთავარი გმირი ენგინ აკიურეკი თურქეთის მთავრობის გავლენიანი მაღალჩინოსნის შვილია. მან ანკარის უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც ისტორიას შეისწავლიდა. თეატრი ბავშვობიდანვე იტაცებდა და უამრავ სამოყვარულო სპექტაკლში თამაშობდა. 13 წლიანი კინოკარიერის მანძილზე 10-მდე ფილმსა და ტელესერიალში გადაიღეს და 12 პროფესიული ჯილდო მიანიჭეს. გასულ წელს სწორედ შავ ფულსა და სიყვარულში შესრულებული როლისთვის ენგინ აკიურეკი თურქეთის საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს. მიუხედავად გახმაურებული რომანებისა, იგი დღემდე არ დაოჯახებულა. სწორედ ამიტომ ითვლება ყველაზე სასურველ სასიძოთ თურქეთში. ერთ-ერთ ინტერვიუში აკიურეკმა თქვა: "მე არც იღბალის მჯერა და არც ბედისწერის. თავარია ცოტაოდენი ნიჭი გქონდეს და მონდომება და ყველაფერს მიაღწევ." იცით თუ არა? რეჟისორი აჰმედ ქათიქზიძე. შავი ფული და სიყვარული. გაფრთხილებ, ამ კარზე დაგაგუნებას არ ვაპირებ. არ მინდა გადამასახლონ. სტამბოლში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ერთ რამეს გითხოვ. მართლა გჯერა, რომ ეს კაცი უდანაშაულოა? იმ ქალმა ხომ თქვა, უკამათიათ, მაგრამ შერიგებულან და სახლში დაბრუნებულა. ისევ ბედნიერად ცხოვრობენ. ასე არ შეიძლება. ერთად შევალთ, თავს ვერ დაიძვრენ. ო, რა თქმა უნდა. მერე უფროსი დაგვირეკავს და გვეტყვის, რომ რადგან მნიშვნელოვანი ადამიანი შევაწუხეთ, სამსახური აღარ გვაქვს. კარგი მეგობარო, გასაგებია. ფელო გახევი და საღებავი იყიდეთ. მოგვიანებით მეც მოვალ. არა, მეც მოვდივარ. არდება იგი გავუშვათ და სტამბოლში ბედნიერად იცხოვროს. არა, ერთად წადით. ფერით შენ შეერჩიე, თორემ რაღაც ისულელეს იყიდის. 2 საათში მეც მოვალ. ახალი სახლის მისამართი რომ არ იცი? არა უშავს, დაგირეკავ. ომერ. ერთხელ მაინც დამიჯერე. ხო, არ გვაპატიებენ. დროებით. ისმენთ. გამარჯობა, მე კომისარი ომერ დემირი ვარ. ფინარ ხანიმთან დალაპარაკება მინდა. დამელოდეთ. გისმენთ. ფინარ ხანიმის ნახვა მინდა. გელოდებათ? არა, მაგრამ თუ ეტყვით, რომ ომერ დემირს უნდა მისი ნახვა აუცილებლად მიმიღებს. ფინარ ხანიმი შეუძლოდ არის ისვენებს. დაურეკეთ ან მოგვიანებით მობრძანდით. მისის გოლის მეგობარი ვარ. ბავშვობიდან ვიცნობ. გადაიცით თუ შეიძლება. წუხვარ, მაგრამ მითხრა არავის შემაწუხოსო. ხომ გახსოვს, დამარცხებულმა კოქტეილი უნდა მოამზადოს. მეტი საქმე არ მაქვს. როგორ ხარ ნილოფერ? გამარჯობა. რა ხდება? ელიფმა ჩემი თვალთვალი დაგავალა. დაგტოვე თუ შეიძლება. ნილოფერს უნდა დაველაპარაკო. კარგი. რასაპირებ? დამკითხავ თუ კართან დამიდარაჯდები. ელიფმა კონკრეტულად რა დაგავალა? როგორც ხდები აქ ცხოვრობა? ფინარი ნახე? როგორაა? კარგად, ნორმალურად. მთელი დღე მარტოა, ოთახიდან არ გამოდის. რატომ ეკითხები? ისე. რაღაც უნდა გთხოვო. უთხარი რომ მოვედე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამირეკოს. შეტყვი. მადლობ. ელიფი როგორ არის? ალბათ კარგად. ერთმანეთს იშვიათად ხვდებით. შენც მოგატყუა რა? მიხვდი რომ ატყუა რა და აღარ ნახულობ. ბედი გქონია, დროულად შეგინიშნავს. ო, მეც მომატყუა. მომატყუა და იცი რატომ? შენ რომ გადამერჩინე. იძულებული გახდა. ელიფი წარსულის დავიწყებას ცდილობს.
სრულიად მოულოდნელად საშინელი სიმართლე მითხრა. მაგრამ მე ვაპატიე. რადგან მასსავით გულწრფელ ადამიანს არასდროს შევხვედრი ვარ. სხვებივით ორ პირი არაა. რა ადვილად დაურწმუნები ხარ. დასო სამართლოდ ნუ ექცევი. როგორ ჩანს შეცდომების სხვებზე გადაბრალება გვჩვევია. ნუ გეშინია. შეცდომებს თვალი გაუსწორე. ელიფსაც დაეხმარე. კარგი. ფინარ. შემოდი. ომერს დაურეკე. პოლიციელს, ელიფის მეგობარს. კარგი. შემოდი. ფელინ, გამარჯობა. რა სიურპრიზია. გამარჯობა. ახალი ოფისი უნდა მოგილოცო. კარგია რომ მოხვედი, ძალიან გამახარე. რა ლამაზი ყვავილებია. დიდი მადლობა, დაჯექი. ელიფ, ძალიან ლამაზი ოფისია. ხო. იდილ, ერთი წუთით. ვარნაკში ჩააწყვე.ახლავე, რას დალევ ფელინ? დიდხანს ვერ დავრჩები. მესმის დაღლილი ხარ არა? არა, არ დამახალი სახლი იქირავა. საღებავის საყიდლად მიდის და უნდა დავეხმარო. მართლა მიხარია. განქორწინების საქმე წამოიწყო. მატერიალურად გაუჭირდა, ამიტომ დახმარება გადავწყვიტე. მარტო ამ საქმეს ვერ გაუმკლავდება. ხამის გათენება მომიწევს ელიფ. დაღლილი კი ვარ, მაგრამ რა გაეწყობა? ძალიან მეწოდება. ძალიან კარგი, უნდა დაეხმარო. აღარ მოგაცდენ. წავალ, დროებით. კარგი. დიდი მადლობა. რას ამბობ? ნახვამდის, ნახვამდის. ფელინ. ომერი მოვა? არა, მისთვის არ გვითქვამს. თუ ასეა მეც წამოვალ. როცა მჭირდება არ და ყოველთვის მეხმარება ხოლმე. ძალიან კარგი. დიზაინერის დახმარება ნამდვილად. რა ხდება? როგორ ხარ ბაჰარ? რა არის ახალი? რატომ მოხვედი? უნდა დაგელაპარაკო. ადრე მითხარი ერთ სოციალურ ფენას ვეკუთვნით და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთო. ამიტომ მოვედი. მართლა? ჩემს კაბინეტში შევიდეთ. აქ? კარგი, გმადლობ. არტას ძალიან გაუხარდება. იმედია ნორმალურ ფერში ერჩევდა. არა მგონია. აგჯობია. აბა მეთაურო, გისმენთ. მეთაური არა, კომისარი ვარ. რაღაც უნდა გკითხო. დენიზერების ოჯახის მეგობარს, თაიარ დუნდარს ხომ იცნობა? დიახ, თაიარ ბეის რა შეემთხვა? როგორი ადამიანია? ადამიანების დიდ მცოდნედ მოგაქვს თავი. თაიარ დუნდარზე რას მეტყვი? პატიოსანია, კეთილშობილი, ყველას ეხმარება. განსაკუთრებით ელიფს. მართლა? ხო. თაიარ ბეი წლების წინ სტამბოლში ანატოლიიდან ჩამოვიდა. რამდენადაც ვიცი ადანელია. სულ ცდილობდა წარსული დაევიწყებინა და ახალი ცხოვრება დაეწყო. გამოუვიდა კიდეც. მაღალი წრის საზოგადოებაში გაერია. ანუ მაღალი წრის საზოგადოებას ეკუთვნის. ხო, ამ საზოგადოების სული და გულია. ყველაზე მეტად კი ხელმოქმედება იტაცებს. ამაში ცუდი რა არის? არაფერი, მაგრამ ზედმეტად თვალში საცემია. თუმცა მათ წრეში ეს ნორმალურად ითვლება. გასაგებია.
და კიდევ აჰმედ დენიზერთან მის ურთიერთობაზე რა იცი? წლებია ამ კომპანიაში მუშაობა. თანამშრომლობდნენ? ერთი საავადმყოფოების ბიზნესშია, მეორე მშენებლობაში, რა კავშირი უნდა გქონოდათ? მეგობრები იყვნენ? ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ? ხო, ხვდებოდნენ. უქმე დღეებში გოლფის სათამაშოდ მიდიოდნენ. ერთად თევზაობდნენ. საიდუმლოს უზიარებდნენ. პრინციპში მეგობრები იყვნენ. შენ? თაიარ დუნდარი გიყვარს? არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია. მადლობა. დრო დაგაგარგვინე. სულ ეს იყო? შენ და ელიფი დაშორებულ ხართ. ელიფმა გითხრა? მიგიტოვებია. ნახვამდის. ასე ჯობია, დამიჯერე. ერთმანეთს არ შეეფერებოდით. არაფერი გამოგივიდოდათ. შენთან ურთიერთობამ სიამოვნებს. დენიზერების ოჯახთან დაკავშირებით რაც გაინტერესებს, ყველაფერს გეტყვი. ნახვამდის. საყვარელო. დაილოცო შენი ხელები, შვილო, გმადლობ. დიდი მადლობა. მოიცადე, დაჯექი, მე ვნახავ. დაჯექი. გისმენთ? გამარჯობა. თაიარ დუნდარის ფონდის წარმომადგენელი ვარ. ჰადიჯე ჰანიმთან დალაპარაკება მინდა. ჰადიჯე ჰანიმს რაზე უნდა დაელაპარაკოთ? განსონებული სიბელი ჩვენი სტიპენდიანტი იყო. ფონდს ჰადიჯე ჰანიმთანაც აქვს შემოთავაზება. ამიტომ შეგაწუხეთ. დიახ, მე გახლავართ. სასიამოვნოა. თქვენმა და სასწავლებელი წარმატებით დაასრულა და პროფესია შეიძინა. ახლა როცა სიბელ ჰანიმი აღარ არის, გვინდა სწავლის ხარჯი ჩვენ გადაგიხადოთ. დედა, გესმის? მესმის, შვილო. ხვალ მიღება გვაქვს, ფონდის დამფუძნებლები და თაიარ ბეი იქ იქნებიან. თუ მობრძანდებით, ყველაფერს დეტალურად აგიხსნით. თაიარ ბეის პირადად შეხვდებით. დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, მოვალ. დიდი მადლობა, გმადლობთ. ნახვამდის. ნახვამდის. დედა, ნახე როგორ გაგვიმართლა. არ ვიცი, შვილო, უნდა გამიხარდეს თუ არა. დედა, დაფიქრდი. იქნებ მეტის ახლა მაინც დავახციოთ თავი. უნივერსიტეტს ისე დავამთავრებ, ვალში არავისთან ვიქნები. სამსახურს რომ დავიწყებ, ყველა პრობლემა მოგვარდება. არდა, ეს უკვე შევღებე. არაჩვეულებრივია, ელიფ. მადლობ. ეს უნდა დავაფინოთ. იქითაც დააფინე. მე გავაღებ. ძალიან მძიმეა. ხელები დამაწყდა. ომერ. ელიფ. აქ რას აკეთებ? მე ვთხოვე. დიზაინერი მჭირდებოდა. თორმე ფერების შეხამებასაც ცოდნა უნდა. ყავისფერი და ცისფერი ერთმანეთს უხდება. ოღონდ ტონალობას გააჩნია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა. კარგია რომ მოხვედი, ელიფ. ეს შენთვის არის კარგი, არდა, მაგრამ ომერი მაჩოა. არ მოსწონს ქალი ფეხებში რომ ეტება. ელიფანი მიხუმრობს. ხომ ხედავთ რა მწარე ენა აქვს? ეს მაჩო საიდან მოიტანა? აჯობებს წავიდე. სისულელის ნუ ამბობ, ელიფ. ელიფ, კიდევ უამრავი საქმე გვაქვს. ძირითადი სამუშაო დავასრულეთ. დანარჩენს უჩემოდაც გაართმევთ თავს. ახლა კი სრულიად ზედმეტი ვარ.
ელიფ. მომისმინე. საჭირო არ არის. გთხოვ ვილაპარაკოთ. კარგი. ვილაპარაკოთ. ჩვენ რაღაც საქმე გვაქვს, მალე დავბრუნდებით. წამოდი. ომერ, თან არ გინდა რომ ერთად დაგვინახონ. თან მეუბნები არ წახვიდეო, გადაწყვიტე რა გინდა. მიზეზი ეს არის. დაფიქრდი. ხო, სხვა რა უნდა იყოს? დარწმუნებული ხარ? ჩემი აზრით სხვა მიზეზია. ომერ, გამოცანებმა დამღალა. სათქმელი პირდაპირ მითხარი. დაწყნარდი ელიფ, ნუბრასდები. უბრალოდ არ მინდა რომ წახვიდე. ეს არც არ დასდაფელინს უნდათ. ხედავ როგორ დამეგობრდით. ერთმანეთის გესმით, ორივეს ძალიან უყვარხარ. არ მინდა ჩემ გამოდაშორდეთ. გუშინ მეთინის დარწმუნება ძალიან გაგვიჭირდა. პირობა დავდეთ, რომ ოპერაციის გამო ერთმანეთს აღარ უნდა შევხვედროდით. სემი ბეიმაც იგივე გვითხრა. მართალია. ომერ ძალიან დავიღალე. არ მინდა ვინმე დასარალდეს. ერთი სული მაქვს იმ ნაძირალა მეთის თავიდან როდის მოვიშორებთ. ნუღელო ელიფ. ჩემი ძმისთვისაც არაფერი მithქვამს. შეცდომას თუ არ დავუშვებთ, ვერავინ გაიგებს გესმის? სიმშვიდე შეინარჩუნე. რა თქმა უნდა. თუ ის ტიპი გითვალთვალებს, ისიც ეცოდინება რომ აქ ხარ. წასვლას აზრი არ აქვს ელიფ. არდასთანაც უხერხულია. ცოტა კიდე ვიმუშავე და მერე წადი. კარგი? კარგი. ოღონდ თუ შენს გინდა რა თქმა უნდა. ჩემ გამო და მომავალი ოპერაციის გამო ნუ დარჩები. კარგი ელიფ. რადგან ასეა დავიწყოთ? მზად ხარ? ჩვენ რა ხანია დავიწყეთ? გასაგებია. იმედია საღებავი კიდევ დაგრჩათ. კომისარ ომერს ეგონა ელიფმა ღება არ იცისო. რა ვიცი, ფუნჯით ხელში ვერ წარმომიდგენი ხარ, სინიორინა. საიდან იცი ომერ დემირ? მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით გაატარე? იცი ჩემი სახლი რომში ვინ მოაწყო? მსახურები მოგიწყობდნენ. დარწმუნებული ვარ ყველაფერი მზამზარეული დაგხვდა. ასე ნუ მიყურებთ, უცდები მითხარე. როგორ მიხვდი? კარგი, დავიწყოთ. ახლა ვიაგიხსნი ყველაფერს. ყველაფერს იოლად ვსწავლობ. ნიჭიერი ვარ. შეიძლება თეორიულად ყველაფერი იცოდე, მაგრამ თუ ნიჭი არ გაქვს? მეჯიბრები? კარგი ელიფ. დაგიმტკიცებ, რომ შენზე ნაკლები არ ვარ. არ და ფელო, შემოდით. ტანსაცმელს გამოვიცვლი და მოვალ. აბა თქვენ იცით. ბიძია, მე ვარ. თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს, სად ხართ? კარგი, ნახევარ-საათში მანდ ვიქნები. კარგია რომ დამეჯერეთ, ორემ ზედმეტად ზარმაცი ხარ. არა უშავს ერთი თვის შემდეგ ფორმაში იქნები. არ გეცოდები? დილით ჩოგბურთი საღამოს სურვა აღარ შემიძლია. შენზე ბევრად უფროსი ვარ, გული უნდა გამიხეთქო? ადექი, აუში გადახდი. ადექი, დროზე.
გეგონა მართლა არ შემეძლო? არა, არ მინდა. მე არ მინდა, გთხოვ. მე შემეშვი არ მინდა. შეხედე, სინიორინა, შეხედე. თავარი ხელის მოძრაობაა. ფონჩნუ დააწვევი, ნაზად ამოძრავე. თუ მოინდომებ არ და ახალ წელს ამ სახლში შეხვდება. მთავარია სწრაფად და ხარისხიანად იმუშაო. ამას უყურეთ, იტალიურთან ერთად ძველი თურქულიც ცოდნია. დამიჯერე, მთავარი ცოდნაა და არა ნიჭი. გეგონოს. მოიცადე, დაგეხმარებენ. მე თვითონ არდა უთები წაიღეთ, ორამ ფეხს წამოვკრავ და წავიქცევი. კარგი, ახლავენ. ძალიან მძიმეა. წელი მომწყვიტა. დაიყო, ქვები გიწყვია? არა, ლიქიორის ბოთლებია. ჩემს ნიშნობაზე უნდა გავხსნა. ჩემს მეწყვილეს არ აწყენინო ფელო. კარგი, გავჩუმდები. Seç kravatımı, hadi seç eteğin kırmızı olsun. 15 წუთში მოვალ, მანამდე დისკები მოამზადე. აქ როგორ შემოხვედი? ძიათაიარმა რომ გაიგოს, იცი რა მოხდება? რასაკეთებ? ტკივა? შენ თავი გტკივა, მე კი გული მტკივა. ხომ გითხარი იმ ტიპისგან თავის შორს დაიჭირე მეთქი? რა ხდება? როგორ ბედავს რომ გეხება? ან შენ როგორ იქცევე? არ გწვენია? არ გინდა მტკივა? ჩემ გარდა ვერავინ შეგეხება ნილუფერო. თუ ეს მოხდება, იცოდე მოგკლავ. არ გინდა, გთხოვ. გაჩუმდი მეთქი. გაჩუმდი. შენ მხოლოდ ჩემი ხარ. მხოლოდ მე მეკუთვნე. საკუთარ თავზე მეტად მე მეკუთვნე. გასაგებია? დაუჩქარი, არავინ დაგინახოს.
Yalnız ev güzel oldu. ლამაზი გამოვიდა. Oğlum ev bayağı... ო, სახლს დაემსგავსა. Yalnız abi. ნივთებს რომ გადმოვიტან, შენ მერე ნახე როგორ galamazdeba. Ya kel başı şimşir ხო tarafı. მართლა, შენს მოსვლამდე ელიფმა ფანჯრის გისოსები შეუკვეთა. Şöyle zille sipariş ettiler. მაშინვე მოიტანეს. Ne oldu lan? რა იყო? Ya kardeşim. ომერ, Güzel. თქვენი ვერაფერი გავიგე. Bir bakıyorum. ხან ქარიშხალივით ბობოქრობთ, ხან მზესავით ანათებთ და ერთმანეთს ათბობთ. Ne iş? Kıyam. აღარ შემიძლია არდა. Öyle üzgün durmasına. როცა თვალებით რემლებით ევსება, ვეღარ ვუძლებ. აი მესმის, Ateş evi. ეს უკვე სიყვარულია. Vay. Diyorum ki tamam. რამდენჯერ დავდები, რობა აღარ გავეკარები მეთქე. Karar veriyorum. მაგრამ ვიღაცამ მოინდომა და ისევ შევხვდით. Bizimle ne? ჩვენი ბრალია? Bizim yok. Tabii canım. ო, აბა რა, ელიფი აქ შემთხვევით აღმოჩნდა? Sanki რა გინდა? უჩვენოდ ერთმანეთს არ ხვდებით? აღიარე. მართალია. öyle kız. საუბარს თავს ნუარიდებ ომერ. ის შენს გულშია. სულ მასზე ფიქრობ. Bir kere sen bu kızın gönlü. ახლა უარის თქმას აზრი არა აქვს, შეყვარებული ხარ. Arkadaş. მოდი აქ. Evet aynaya bak. შენც ჩემს დღეში ხარ არა? შენ შეგიყვარდა? ჩუმად. რატომ არ ეუბნები რომ გიყვარს? Biz konuşuyoruz. ჩვენ ვისაუბრეთ, გადავწყვიტეთ, წავედი და ვუთხარე. შენ რატომ არ ეუბნები? ჩუმად. De aynı şey. თანამშრომლები ხართ. Ama მაგრამ როგორც ვატყობ, ეს სიტუაცია უფრო მოგწონს. ჩვენი მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება ომერ. yani წლებია ერთად ვართ, მეგობრობთ. ერთი შეცდომაც კი ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. მეგობარო, Şemsi Miller. შემსი თემრიზი ამბობს, რა იცი რომ უკუღმა წაღმაზე უკეთესი არ არისო. Bırak bak. არა უშავს გადატრიალდეს. მე ვცადე და არ ვნანობ. შენ სცადე. Oo. Sinyor. სინიორინა, Ne yap- რას ამზადებ? Bu yaptı. იმედია იჭმევა რა? Ben- არ გაგწირო, კარგი? ელიფი ძალიან მონდომებულია, თანაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს. იტალიაში ეს საუკეთესო კერძია. იტალიური მაკარონი. თითებს ჩაიკვნეთთ. Oo. ჰელო, თურმე ამ მაკარონს იტალიელები არ ხარშავენ. ალდანტე. ეგ ალდანტეა და არა მაკარონი. ძალიან გემრიელია. პიცა ხომ არ შევუკვეთოთ? ფელო, იცოდე, მე და არ და მაკარონს შევჭამთ. თქვენ კი მშივრები დარჩებით. Vorrei mangiare spaghetti signorina per favore. საშინელი გამოთქმა გაქვს. მართლა? Aç. გშია ელიფ, გშია. გაიწიე, გთხოვ. გთხოვ, სინიორინა. დედას ალდანტე ძალიან უყვარდა, მაგრამ რამდენიმე ლუკმა სჭამდა. მე კი მეჩხუბებოდა, ელიფ, ბევრი არ შეჭამოთ, ორემ გასუქდებიო. წონა რომ შეენარჩუნებინა, თითქმის სულ შიმშილობდა. მშობლების ხმა გამუდმებით ყურში ჩამესმის, მაგრამ მეშინი არ დამავიწყდეს. მამა შენის ხმა გახსოვს ომერ? როგორ გეძახდა? გახსოვს? რა დამავიწყებს? Sesi de. ეს ტკივილი გამუდმებით თან დამყვება. რა ხდება, რა უბედურებაა? არ და ვერ ხედავ, ისედაც ცოტა ადგილია. ისევ ჩხუბობენ. მაკარონი გაცივდება, სასმელი წამოიღე. კი, მაგრამ რა მოხდა? ყუთზე დავდოთ და ისევ ჭამოთ, არ შეიძლება? ყუთზე ჭამას ad გაგონილა, გაგიჟდი? ნუ ჩხუბობთ, მე მოვაგვარებ. Tamam bırak. ნუ წუხდები ელიფ, ყველა თავის თავს მიხედავს. სკამი არის, მეორეც მოიტანე. ერთი თავი კარგია, ორი უკეთესი. Tamam uzat. ნუ ჩხუბობთ, მეგობრებო, ნუ ჩხუბობთ. Gel abi. მოდი გამოსიე. აი, ხომ მოგვარდა?
თებშები დააწყვე. აი ასე. სასმელი მოიტანე არდამ. მომეცი. რა მარტივი ყოფილა. აირანს ვინ დალევს? თებში მომაწოდე, მე დავლევ. მეც. არდა, თებში მომაწოდე. კომისარო, მოგეწონა? შესანიშნავია. იტალიური გისწავლია, რა ხდება? ჭირდება. ეს საიდუმლოა. ვერ გეტყვი. შეიძლება ბიძია? მოდი მეთინი, მოდი. ბრთა აქვს მოტეხილი საბრალოს. მაგრამ ბედი ხონია, მე მოვარჩენ. ძალიან კარგი. იცი მეთინ, ფრენაზე ადამიანები ცოცნებობენ. როცა მოინდომებენ, საშიდან ავარდობენ. მაგრამ იმაზე საერთოდ არ ფიქრობენ, რომ ერთ დღესაც ვეღარ აფრინდებიან. ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ფრენა არ შეუძლიათ, არავინ ფიქრობს. ერთ დღესაც ყველა გაფრინდება ბიძია. ო, რა თქმა უნდა გაფრინდება, ოღონდ ბრთა არ უნდა ჰქონდეს მოტეხილე. ნილუფერ ჰანიმისა და მერტბეის პასპორტები მოვიტანე. თაიერბეი ვიზები მზადაა. ძალიან კარგი. სწავლის დაწყებამდე ნიკანოსში დაისვენონ. ჩვენ სიახდას დგომით ხავსი მოეკიდა. კაპიტანს უთხარი მოემზადოს. დიახ ბეი. აბა გისმენ. რა ამბავი მოიტანე? გოლი მიგრძნობს სასიხარულო ამბავია. ელიფთან დაკავშირებით გაიგე რამე? ელიფთან დაკავშირებით? არა, ელიფზე ახალი არაფერია. თურქეთში 5 მანქანა შემოიყვანეს და ერთ-ერთი ავტოსალონისთვის წამოვიყვანე. ამის სათქმელად მოვედი. კარგი. ვიფიქრე ყველაფერი მოგვარებული ქონდა და მხოლოდ ეგღა გაკლდა. წადი, გაფრინდე. მიდი გაფრინდი მეთინ ეფენდი. როგორც ხედავ დაკავებული ვარ. მოდი ჩემთან. ნუ გეშინია არ გადგენ. მადლობ ფელო. გემრიელი იყო ფელო. მე მივდივარ. ელიფ, მიდიხარ? მე წაგიყვან. არა, მანქანით ვარ. კარგი. ელიფ, მადლობელი ვარ, ყველაფერი არაჩვეულებრივია, გმადლობ. არაფერს, ძალიან მიხარია რომ დაგეხმარეთ, ბედნიერებას გისურვებთ. ელიფ, კარგია რომ მოხვედით, თორემ ესენი იმდეს მამუშავებდნენ, სულ სამომხდიდნენ. თუ დაგჭირდებით დამირეკეთ. ავეც რომ მოვიდან ამ სახლში გადმოსვლა ერთად აღვნიშნოთ. ხომ კარგი აზრია ომერ? ო, რა თქმა უნდა. სახვამდის. გისმენთ? ომერ, გამარჯობა, ფინარი ვარ. ფინარ. როგორ ხარ? კარგად, შენ? ვიზიარებ. გავიგე მეძებდი. რატომ? თანერი რომ გარდაიცვალა, მოულოდნელად გაუჩინარდი. ვიფიქრე ხომ კარგად არის მეთქი. უღელავ, კარგად ვარ. თავს მშვენივრად ვგრძნობ. მე და თაიარს უთანხმოება გქონდა. მაგრამ შეცდომა გავაცნობიერე და სახლში დავბრუნდი. ახლა კარგად ვარ.
მიხარია თუ ასეა ფინარ. თორმეტ ყვილად ველავდი. დედა შენს მოკითხვა გადაეცე. გმადლობ, შენებიც მომიკითხე. ოჯახ. ბრავო. ჩემს მითითებას ზედმიწევნი დასრულება. ამიტომ იმსახურებ, რომ ჩვენს ღონისძიებას დაესწრო. ბრავო. რა გითხრა? მატყუებს. ო, მატყუებს. დარწმუნებული ვარ ის ტიპი მის გვერდით იყო. ჰელო, უნდა გავიგოთ ფინარი გაუჩინარებამდე სად იყო. საავადმყოფოები, სასტუმროები, პოლიციის განყოფილებები. ყველაფერი შეამოწმე, კარგი? კარგი, გავაღებ. ჰუსეინ, მობრძანდი. გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად. ომერ. როგორ ხარ? ძალიან მიხარია რომ მოხვედი. რა ხდება? დედა მითხრა არ და ახალ სახლში გადავიდაო და მოსალოცად მოვედი. დაღლილები იქნებით. არ გინდათ აღვნიშნოთ? სიამოვნებით. მომეცი? მოდი დაჯექი, სკამები ჯერ არ მომიტანია, მაგრამ რა სახი გაქვს ომერ, რა ხდება? თუ გინდა წავალ. რას ამბობ? პირიქით ძალიან გამახარე. თანერი სიკვდილის ამბავს ვიძიებთ. ომერი დარწმუნებულია რომ მოკლეს. კვლელიც კი იპოვა. ვინ არის? რაღაც გარკვეულ ეტაპამდე მივედით. ვინ მოკლა? თაიარ დუნდარმა. მოიცადე ომერ, დაგეხმარები. არ მინდა ჰუსეინ. უარს რატომ მეუბნები ომერ? ნება მომეცი დაგეხმარო. აქ შენ სანახავად მოვედი. ომერ, ვიფიქრე დაველაპარაკები მეთქი, მაგრამ ზედ არ მიყურებ. თავს მარიდებ. ვერ ხვდები რატომ? რა გჭირს? ასეთი ძმობა გქონდა? ომერ, რამე გაწყენინე? მუშაობ ძმაო. ხედავ. ხედავ. როგორ ჩანს ერთ განყოფილებაში არ უნდა გვემუშავა? ჩემი თუ კმაყოფილო ხარ? არა, რას ამბობ? საუკეთესო პოლიციელი ხარ. მაგრამ ბოლო საქმის გამო ერთმანეთს დავუპირისპირდით. მართალი ხარ? ზოგჯერ მავიწყდება რომ გაიზარდე. რა ვქნა ომერ? მახსოვს ხელჩაკიდებული სკოლაში რომ მიმყავდე. თვალებში შემომციცინებდი და მეკითხებოდი ასე გავაკეთო თუ ისეო. მე ის პატარა ძამიკო მენატრება. ჩემზე მამასავით ზრუნავდი. ქვეყანა რომ დაიქცეს ზურგს არ გაქცევ. მაგრამ მე 6 წლის ომერდემირი აღარ ვარ. მართალია ძმაო. რა გაეწყობა? ზოგჯერ მეც უნდა გამიგო. მოდი მომეხვიე.
გამხდარ ხარ? ისე ვიძედალო. საქმეში ისე გაერთე რომ ჭამა გავიწყდება? არა, დღეს მაკარონი ვჭამე. თუ გინდა ფელოს კითხე. მაკარონი რა არის ომერ? ნორმალურად უნდა იკვებო. ავად გახტები. სიმპათიური ძმა მყავს. ფრთხილად. საუბარში გავერთეთ. საქმეს მივხედოთ, თორემ არ და თავს ვერ მოაბამს. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი